სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის სტანდარტები მინდა გაგაცნოთ, მეგობრებო. ეს გახლავთ სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება პროფესიული განათლების სისტემის ზოგადად შეფასებაში, რამდენად არის ის სტუდენტზე ორიენტირებული. ეს სტანდარტები არის ერთგვარი შეთანხმება განვითარებულ ქვეყნებში, ცალკე დოკუმენტად, როგორც ესეთი არ არის დეკლარირებული, თუმცა როგორც გითხარით, ამ სტანდარტებს იყენებენ განვითარებული ქვეყნები იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად არის სტუდენტი მნიშვნელოვანი ფიგურა პროფესიული განათლებისთვის. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს უცხო არ არის საქართველოს განათლების სისტემისთვის და ზოგადად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, თუმცა ამ სტანდარტების გაცნობა კიდევ ერთხელ გადახედვა დაგვეხმარება ორი მიმართულებით. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ გავიცნობით რა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს ამ მიმართულებით და მეორე დაგვეხმარება თვით შეფასებაში. რამდენად არის ჩვენი სწავლების სტილი, სწავლების ფორმა, ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ორიენტირებული სტუდენტზე. მოკლედ, პირველი სტანდარტი და საერთოდ ზოგადად ყველაფერი სასწავლო პროცესში იწყება დაგეგმვით. და შესაბამისად არის ასევე პირველი სტანდარტის იდენტიფიცირებული სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა. თავად სტანდარტის ფორმულირება ასეთია: სასწავლო პროგრამები იგეგმება სტუდენტის საჭიროებების, შესაძლებლობებისა და კარიერული მიზნების საფუძველზე. ჩვენ ახლა მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განათლების სისტემაში, პროფესიული განათლების სისტემაში გვაქვს პროფესიული სტანდარტები და საგანმანათლებლო სტანდარტები და ჩვენ ამ სტანდარტებს, რა თქმა უნდა, არ შევცვლით და ვერ შევცვლით, თუმცა ამ სტანდარტში, ამ პირველ სტანდარტში იგულისხმება რა, რომ სტუდენტები არიან ამომწურავად ინფორმირებული სასწავლო მიზნებზე. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ანუ ერთჯერადი ღონისძიება, როდესაც ჩვენ სტუდენტებს ვაწვდით ინფორმაციას, რატომ სწავლობენ ის ამ პროგრამას, რისგან შედგება ეს პროგრამა, რა დასაქმების პერსპექტივები არსებობს კონკრეტულად ამ კონკრეტული პროგრამის დასრულების შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს სტანდარტი გვეუბნება იმას და პირველი ინდიკატორი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ სისტემატურად და სისტემურად ვაძლევთ სტუდენტებს ინფორმაციას ამომწურავად სასწავლო მიზნების შესახებ. და ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს შემდეგ პირდაპირ სტუდენტების мотивაციაზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პროფესიულ განათლებაში გვყავს სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა სოციალური ფონის სტუდენტები და ისინი მოდიან გარკვეული ცოდნებითა და გამოცდილებით, რომლებიც მათ სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, მანამდე მიიღეს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი წინარე ცოდნა და გამოცდილება ჯერ პირველ რიგში იყოს გაცნობილი, ანუ ვიცოდეთ ამ ადამიანებმა რა გამოცდილება დააგროვეს მანამდე და შემდეგ ეს იყოს აღიარებული სასწავლო პროცესში. რატომ მათი წინარე გამოცდილება ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სასწავლო მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდად მუშაობს, როდესაც არსებობს მხოლოდ ერთი გენერალური გეგმა და სტუდენტები ძალიან მრავალფეროვანი არიან, მოგეხსენებათ, როგორც ასაკობრივად, ასევე სოციალური ბექგრაუნდით და ასე შემდეგ და მოგვიწევს, მეგობრებო, და ბევრი მასწავლებელი ვიცი, რომ ამ მიმართულებით მუშაობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნა სტუდენტებისთვის. მთავარი რა არის ჩვენთვის? მთავარი არის ჩვენთვის, რომ სტუდენტმა მიაღწიოს სწავლის შედეგს. რა გზით მივა ის სწავლის შედეგის დადასტურებამდე, აქ ჩვენ თავისუფლება გვაქვს. და ეს ძალიან კარგია კი არა და აუცილებელიც არის, რომ აქ თავისუფლება გქონდეს მასწავლებელს. სწავლის შედეგი იქნას მიღწეული, მთავარი ეს არის და როგორ მივალთ იმ სწავლის შედეგამდე, აქ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პროფესიული იმპროვიზაციები ჩავრთოთ, ანუ კარგი გაგებით ვამბობ, რა თქმა უნდა, და ის სასწავლო გეგმები, რომელსაც შევადგენთ, იყოს მოქნილი და ადაპტირებადი. პირველი სტანდარტისთვის რას ითხოვს ახლა მასწავლებლის, რა კომპეტენციას ითხოვს პირველი სტანდარტის დაკმაყოფილება? ნახეთ, პირველი და აუცილებელი არის ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს სტუდენტთა საჭიროებების ანალიზი როგორ ჩაატაროს. ამაზე მე ცალკე გესაუბრებით თქვენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოგცემთ ნიმუშს და მაგალითებს იმისა,
თუ როგორ უნდა ჩავატაროთ სტუდენტთა აკადემიური საჭიროებები. ინდივიდუალური სასწავლო გეგმაზე უკვე ვისაუბრეთ, მისი გამოყენება და დიფერენცირებული დავალებების შეთავაზება, ანუ განსხვავებული დავალებების შეთავაზება, როგორც უკვე ვთქვით, მთავარია სწავლის შედეგი იყოს დადასტურებული. მეორე სტანდარტი არის კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით პროფესიულ განათლებაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ამის შესახებ არ იცის. პირიქით, ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება. სტანდარტი გვეუბნება შემდეგს: სწავლება ორიენტირებულია პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზე და არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, რა თქმა უნდა. მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არანაირად არ არის, არამედ თეორიულ ცოდნას აუცილებლად ჭირდება პრაქტიკული უნარების განვითარება და ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულებების განვითარება, ხო? აქ გვაქვს 3 ინდიკატორი. სწავლის შედეგები მკაფიოდ არის განსაზღვრული კომპეტენციების სახით. აქ ისევ პირველ სტანდარტს მოვიშველიებ, თქვენის ნებართვით, აი ჩვენ მქონდა იქ საუბარი, რომ სტუდენტებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, რატომ სწავლობენ ამ პროგრამას, რა პერსპექტივები აქვს ამ პროგრამას, რატომ არის ესე ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო პროგრამას, ასევე საგნების თვალსაზრისითაც, ხო? და სწავლის შედეგები არის მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციების სახით ასევე სტუდენტებისთვის. ხო? ანუ სტუდენტებს განვუმარტავთ ჩვენ, რომ შენ იღებ აქ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ივითარებ აი ამ კონკრეტულ უნარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დამოკიდებულებებს, ხო? ანუ სწავლა აერთიანებს ამ 3 მიმართულებას: ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები, რაც საბოლოო ჯამში არის კომპეტენცია. არც ერთის გარეშე კომპეტენცია არ არსებობს. ცოდნა არ არსებობს უნარების გარეშე, ცოდნა და უნარებიც არ არსებობს დამოკიდებულებების გარეშე, არამედ ეს 3 ღირებულება ქმნის საერთო ჯამში კომპეტენტურ ადამიანს. და სტუდენტები ადასტურებენ კომპეტენციას პრაქტიკული დავალებების შესრულებით. ვფიქრობ, აქაც ბევრი განმარტება არ გვჭირდება და ეს სტანდარტი ჩვენთვის ცნობილი და ცხადია. ეხლა ნახოთ ეს მეორე სტანდარტი რა კომპეტენციას ითხოვს მასწავლებლისგან. რეალური სამუშაო სიტუაციების შექმნა და გამოყენება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება, პროექტებისა და სიმულაციების გამოყენება. არ ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი განმარტება ჭირდება, მეგობრებო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეკითხვები გექნებათ, სიამოვნებით მოინიშნეთ, ძალიან გთხოვთ და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ერთობლივად განვიხილოთ. გადავიდეთ მესამე სტანდარტზე, სწავლების ინტერაქტიული მეთოდები. საკვანძო სტანდარტია, მე ვიტყოდი და რას გვეუბნება ახლა ეს სტანდარტი? მასწავლებელმა იცის და იყენებს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. ზოგადად გაკვეთილი არის მთელი პროფესიული განათლების სისტემის ჯანსაღი უჯრედი. ან არა ჯანსაღი. თუ გაკვეთილი ინტერაქტიულია და საინტერესოა, მე პირდაპირ გეტყვით სისტემაა წარმატებული. თუ გაკვეთილი მოსაწყენია, ჩვენ კარგავთ სტუდენტებს გზა და გზა და მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი არ არის კარგი, ცუდია, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი მაღალია. და ერთ-ერთი მიზეზი იმის არის, გამოც შეიძლება სტუდენტები ტოვებდნენ სასწავლო პროცესს. პირველ ადგილას გამოკითხვის შედეგად, ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგად არის დასახელებული სოციალური და ეკონომიკური სიძნელეები და მეორე ადგილას არის დასახელებული არასაინტერესო გაკვეთილი. სამწუხაროდ ასეა. და ამიტომ ვამბობ, რომ აი ეს მესამე სტანდარტი გახლავთ საკვანძო სტანდარტი, მოკლედ აი ამ ჩვენ სტანდარტებს შორის. ინდიკატორები გვაქვს შემდეგი: სტუდენტები აქტიურად ერთვებიან პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში, წახალისებულია სტუდენტებს შორის თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა. ამას ყველაფერს მასწავლებელი აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მასწავლებლის ხელშია. სწავლება მოიცავს ექსპერიმენტირებასა და რეფლექსიას. ეხლა რა კომპეტენციები ჭირდება ამისათვის მასწავლებლებს? მასწავლებელმა იცის, როგორ გააკეთოს ჯგუფური მუშაობის ორგანიზება.
кейსების ანალიზი, იგივე მაგალითების ანალიზი და როლური თამაშები ძალიან კარგად მუშაობს, მოგეხსენებათ. სემინარები და ლაბორატორიული პრაქტიკა, სადაც ეს შესაძლებელია. ეს იყო მესამე სტანდარტი, სწავლების ინტერაქტიული მეთოდები. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრაცია გახლავთ ასევე თემა, რომლის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ პროფესიული განათლება, ის რომ სწავლება მჭიდროდ არის დაკავშირებული რეალურ სამუშაო გარემოსთან, ეს ნიშნავს, თუ ეს ასია და ჩემი ინფორმაციით უმეტეს სასწავლებლებში ასია, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლება არის სტუდენტზე ორიენტირებული. კოლეჯში არსებობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამსაქმებლები მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. სამწუხაროდ ყველგან ეს შემთხვევა არ გვაქვს, მაგრამ რიგი კოლეჯებისა ახერხებს იმას, რომ დამსაქმებლებს იწვევს ხოლმე კოლეჯში მასწავლებლებად, ან მენტორებად, ან გასტსპიკერებად, ან უბრალოდ შეიძლება მასტერკლასების ჩასატარებლად, მაგრამ მთავარი მიზანი არის ის, რომ სტუდენტების დაახლოება მოხდეს დამსაქმებლებთან. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ სტუდენტები დამსაქმებელთან ახლოს არიან ურთიერთობაში, კონტაქტში და მე თვითონ დამსაქმებელი უკვე პოტენციურად ეძებს თავის მომავალ თანამშრომლებს სტუდენტებს შორის. ორმაგი მოგების სიტუაცია, ამიტომ დამსაქმებლების მოყვანა და ჩართვა სასწავლო პროცესში გამონაკლისის გარეშე ყოველთვის ძალიან კარგად მუშაობს. და მესამე ინდიკატორი, სტუდენტები ასრულებენ რეალურ ინდუსტრიულ დავალებებს, ანუ რეალურ პრაქტიკულ დავალებებს. მეოთხე სტანდარტის შესრულებისთვის მასწავლებლის კომპეტენცია მოიცავს შემდეგს. სტუდენტის საწარმოო პრაქტიკისთვის მომზადება. აი ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ, მეგობრებო, თქვენის ნებართვით. კარგად მომზადებული სტუდენტი, თუ სტუდენტი კარგად არის მომზადებული საწარმოო პრაქტიკისთვის, საწარმოო პრაქტიკა არის ძალიან შედეგიანი და წარმატებული. სტუდენტებს ესაჭიროებათ მომზადება საწარმო პრაქტიკისთვის, იმიტომ რომ ეს გარემო მათთვის არის უცხო, ახალი, მათ უნდა იცოდნენ როგორ იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ, როდესაც საწარმო პრაქტიკაზე მიდიან, რა მოლოდინები შეიძლება კონდეს დამსაქმებელს მათ მიმართ და რეალურად ეს არის შანსი სტუდენტებისთვის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ იპოვონ რეალური სამუშაო, ხომ? ასე რომ სტუდენტების საწარმოო პრაქტიკისთვის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ეს მასწავლებლის ხელშია. მასწავლებელს შეუძლია, მოკლედ ეს პროცესი ძალიან წარმატებულად აქციოს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროექტები, კი ბატონო და დამსაქმებელთან კოლაბორაცია და ჩართულობა, აი წეღან რაზეც ვისაუბრე, დამსაქმებელთან კოლაბორაცია და ჩართულობა არის ყოველთვის სწორი და ყოველთვის კარგი. მასწავლებელი არის განათლების სპეციალისტი, დამსაქმებელი ყოველთვის არ არის განათლების სპეციალისტი, ის უფრო ბიზნესის წარმომადგენელია და მათი თანამშრომლობა და მათი ტანდემი ერთი მთავარი მიზნის გარშემო ტრიალებს. ეს არის პროფესიული სტუდენტის წარმატება, პროფესიული სტუდენტის დასაქმება. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა მეხუთე სტანდარტზე, ეს გახლავთ უკავშირი და შეფასება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური შეფასება ხელს უწყობს სტუდენტის სწავლასა და განვითარებას. ნამდვილად ასია და აქ ჩვენ გვჭირდება რა, რომ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს უკავშირის გაცემის ეფექტიანი ხერხები და სტუდენტები რეგულარულად უნდა იღებდნენ უკავშირს. მე თქვენ გაგიზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავცეთ ეფექტიანი უკავშირი. ისე რომ მას კონდეს შედეგი. უკავშირი ხშირად გამოიყენება ხოლმე ასევე შეფასებისთვის, ანუ შუალედური შეფასებისთვის, მაგალითად, როდესაც მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე სტუდენტის პროგრესი დააფიქსირა და ის აძლევს უკავშირს და ეუბნება, რომ აი მაგალითად შენ რაღაც ეს კონკრეტული უნარები განივითარა, მე ამას ვხედავ, მე ამას ვაფასებ, მაგრამ არის საკითხები, უნარები ან ცოდნა, რომელიც შენ გჭირდება აუცილებლად იმისათვის, რომ პროგრესი არ შეჩერდეს. აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ამასთან დაკავშირებით მე თქვენ კონკრეტულ რეკომენდაციას სახელმძღვანელოდან ამ უნარიც გაგიზიარებთ.
მნიშვნელოვანია მეგობრებო, რომ მხოლოდ მარტო ჩვენ არ შევაფასოთ ყოველთვის სტუდენტი, მივცეთ სტუდენტებს იმის უფლება, რომ შეაფასონ საკუთარი თავი. ეს მასწავლებლის მიერ წახალისებული უნდა იყოს, რომ სტუდენტებმა გააკეთონ თვითშეფასება. და შემდეგ შევადაროთ სტუდენტის თვითშეფასება და ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასება არის თუ არა ერთმანეთთან თანხვედრაში. უმეტეს შემთხვევაში შეიძლება არ იყოს თანხვედრაში და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ეს აძლიერებს თანამშრომლობას მასწავლებელსა და სტუდენტ შორის, იმიტომ რომ განვუმარტოთ, რატომ ვეთანხმებით მის თვითშეფასებას, რატომ არ ვეთანხმებით და ასეთი გზით სტუდენტის პროგრესი და განვითარება არის ძალიან სახალისო და საინტერესო ორივე მხარისთვის, როგორც სტუდენტისთვის, ასევე მასწავლებლისთვის და საერთოდ ზოგადად თვითონ პროცესი ხდება ძალიან სასიამოვნო სწავლა-სწავლების. შეფასება ზომავს რეალურ კომპეტენციებს, რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არის, რომ შეფასება არის ყოველთვის, ან უნდა იყოს ყოველთვის ობიექტური. მასწავლებელი არის ობიექტური შეფასების დროს, პორტფოლიო შეფასება, ხო, პორტფოლიო ყველა კოლეჯში არ არის დამკვიდრებული, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ეს არის პროფესიული განათლების შემადგენელი ნაწილი და ხა რას მოიცავს ეს პორტფოლიო? ყველა იმ პროგრესს, რომელიც აქვს სტუდენტს სასწავლო პროცესში და რომელიც გაიარა მან სასწავლო პროცესში. ეს პორტფოლიო შეიძლება იყოს ელექტრონული და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, მოკლედ ტრადიციული, შეიძლება ვთქვათ ძველმოდური, ანუ ფურცლის სახით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია, რომ პორტფოლიოში ინახება სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი. და სტუდენტი თავად ხედავს, როგორ განვითარდა ის დროის განმავლობაში და როგორ ვითარდება და აღწევს სწავლის შედეგებს და ვითარდება პროფესიონალად. და მასწავლებლის კომპეტენციაში ბოლო გვაქვს პრაქტიკული დემონსტრაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი აძლევს საშუალებას სტუდენტებს მათ მიერ მიღწეული პროგრესისა და შედეგების ჩვენებისა. მეექვსე სტანდარტი სტუდენტის მხარდამჭერი სასწავლო გარემო. ეს ალბათ ერთ-ერთი საკვანძო სტანდარტი, ალბათ არა ეჭვგარეში ასეა, რადგან სასწავლო გარემო არის თუ არა მხარდამჭერი, ეს პირდაპირ შეგვიძლია გავცეთ პასუხი არის თუ არა სასწავლო პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული. ეხლა რას ნიშნავს ეს? სტანდარტი გვეუბნება, რომ სასწავლო გარემო უზრუნველყოფს სტუდენტის мотивაციას, ემოციურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას და ჩართულობას. ამ სტანდარტში ხაზს გავუსვამდი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოვყოფთი мотивაციას, სტუდენტის мотивაციას, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არის მარტივი და საკმაოდ ძნელია სტუდენტის мотивაციის შენარჩუნება ხოლმე. ჯერ გამოწვევა და შემდეგ შენარჩუნება. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია და იმისათვის რომ სასწავლებელში არსებობდეს სტუდენტის მხარდამჭერი სასწავლო გარემო, ეს განვითარებული ქვეყნები მოკლედ ასეთ ინდიკატორებს გვთავაზობენ. პატივისცემაზე დაფუძნებული მასწავლებელ სტუდენტისა და სტუდენტის ურთიერთობები. ნახეთ, სასწავლებელში სადაც მხარდაჭერილია ის, რომ მასწავლებელი პატივსცემს სტუდენტებს და ასევე სასწავლებელი ამბობს, რომ მე არ დაუშვებ უპატივცემლობას სტუდენტსა და სტუდენტ შორის. ჩვენ ვართ გარემოში, სასწავლო გარემოში, სადაც ყველანი ერთმანეთს პატივს ვცემთ. ეს იწვევს სიმშვიდეს, რა თქმა უნდა, და ემოციურ უსაფრთხოებას სტუდენტისას. თანაბრობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპი ასევე სასწავლებლის მიერ არის დეკლარირებული და გაცხადებული. თქვენ თუ ყოფილხართ საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში რომელიმე პროფესიულ სასწავლებელში, შეამჩნევდით, რომ ბევრგან არის შესასვლელშივე თვალსაჩინოდ პლაკატზე არის ხოლმე ან სხვა ფორმით ან ბანერზე, რა ვიცი, გაკრული ხოლმე ინფორმაცია სტუდენტების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ და იქ ხაზგასმულია თანაბარ უფლებიანობა. ჩვენ ყველანი ვართ თანაბარ უფლებიანები. მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციული წარმომადგენლები, ყველანი. პროფესიულ განათლებაში ჩვენ მუშაობთ და ხელმძღვანელობთ თანასწორობის პრინციპით.
და უზრუნველყოფილია სასწავლებელში სტუდენტის ემოციური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, არ ეშინია სტუდენტს შეკითხვების დასვის, არ ეშინია თუ კი შეექმნება პრობლემები სასწავლო პროცესში, რომ ითხოვოს დახმარება, რომ მე რაღაც საგანი ვერ დავძლია, ან რაღაც გარკვეული პრობლემები შემექმნა, არამედ წახალისებულია და მხარდაჭერილია, მოკლედ, სტუდენტის ნებისმიერი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება მას სასწავლო პროცესში ან სასწავლო გარემოში შეხვდეს. მასწავლებლისგან რა კომპეტენცია ახლა მე-6 სტანდარტისთვის საჭირო ღია დისკუსიის წახალისება, მრავალფეროვნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. თანასწორობა არ გამოვა, თუ კი მრავალფეროვნებას პატივს არ ვცემთ და თანატოლთა მხარდაჭერის ხელშეწყობა. კი ბატონო. მე-7 სტანდარტთან დაკავშირებით სანამ უშუალოდ სტანდარტს გაგაცნობდეთ, მინდა გითხრათ, რომ პროფესიულ განათლებაში აბსოლუტურად არ არის საკმარისი მხოლოდ საგანს ან პროფესიას სწავლობდეს ადამიანი, ვინაიდან პროფესიული განათლება არის განათლების ის ფორმა, როდესაც სწავლის დასრულებისთანავე ადამიანი გადის ან უნდა გადიოდეს შრომის ბაზარზე. ხო? შესაბამისად, პროფესიული განათლების ფარგლებში სტუდენტზე ორიენტირებულ განათლებას გულისხმობ, ასევე დასაქმებისათვის საჭირო ზოგადი უნარების განვითარება ხდება. ეხლა რას ნიშნავს ეს? ინდიკატორები გვეუბნება, რომ გამჭოლი კომპეტენციების ინტეგრაცია ხდება სასწავლო მასალებში სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური განათლების აქტივობები, ეს შეიძლება იყოს ექსტრაკურიკულური აქტივობები. მოკლედ ამ არჩევანში კოლეჯი თავისუფალია. მთავარია, რომ პროფესიის შესწავლის გარდა ჰქონდეს საშუალება სტუდენტს, რომ განივითაროს ის უნარები, რომელიც მას დასაქმებისთვის ესაჭიროება. კომუნიკაციის უნარები პირველია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრის უნარი, კრიტიკული აზროვნება, ასევე შეკითხვების დასმა, კრიტიკულად განხილვა, მოცემულობების პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობა. რაც შეეხება მასწავლებლის კომპეტენციას, აქ გვაქვს შემდეგი მოცემულობა. მასწავლებელს სტუდენტთა შორის თანამშრომლობითი დავალებების შემუშავება შეუძლია, რომ დაახლოვოს მოკლედ სტუდენტები ერთმანეთს, ისეთი დავალებები შეიმუშაოს რეალური სამუშაო პრობლემების გადაწყვეტაზე ასევე და რეფლექსიის აქტივობები. რეფლექსია იგივე თვითშეფასება სტუდენტებისთვის, რეფლექსია რა ისწავლეს, რაში გამოადგებათ პრაქტიკულად ეს ამ მიმართულებით. მე-8 სტანდარტი გახლავთ სტუდენტის ავტონომია და პასუხისმგებლობა და აქ გვეუბნებიან, რომ სტუდენტები იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ამის შესახებ ჩვენ სტუდენტებს აუცილებლად უნდა განვუმარტოთ და ვუთხრათ, რომ თქვენ ხართ ზრდასრულები, ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ ზრდასრული სტუდენტები არ გვყავს პროფესიულ განათლებაში, გვყავს ასევე ინტეგრირებულ პროგრამაზე 15-16 წლის არასრულწლოვნები, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ უმეტესობა მაინც ზრდასრულები არიან, თუმცა მოდით ახლა ამ შემთხვევაში ასაკს დავანებოთ თავი და ხაზი გავუსვათ იმას, რომ სტუდენტებს გავუზიაროთ ეს ღირებულება, რომ მეგობრებო, თქვენ ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, საკუთარ სწავლაზე. ეხლა რას ნიშნავს ეს? სტუდენტები თავად გეგმავენ საკუთარი საქმიანობის ნაწილს. წახალისებულია დამოუკიდებელი სწავლა, სტუდენტები აფასებენ საკუთარ პროგრესს. წეგან ჩვენ რეფლექსიაზე ვსაუბრობდით, თვითშეფასებაზე სტუდენტებისა, აი აქ ზუსტად კარგად უკავშირდება ამას, სტუდენტები აფასებენ საკუთარ პროგრესს. ანუ რას მიაღწიეს, რა ისწავლეს და ასე შემდეგ, ხო? მასწავლებლისგან ეს სტანდარტი მოითხოვს შემდეგ კომპეტენციებს, სასწავლო დღიური შემოტანა, სტუდენტების რეგულარული თვითშეფასების ჩატარება ან წახალისება და სტუდენტის პროგრესის ჩვენება, სტუდენტური პრეზენტაციები. ბოლოს წინა სტანდარტი, მე-9 სტანდარტი გახლავთ ინკლუზიური განათლება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული არის პროფესიული განათლება ამ მიმართულებით, ვინაიდან ინკლუზიური განათლება ჩვენთან საკმაოდ ეფექტიანად და შედეგიანად არის დანერგილი. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ გაუმჯობესებას არ საჭიროებს, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, გაუმჯობესება ყოველთვის გვჭირდება, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ
ინკლუზიური განათლება პროფესიულ განათლებაში საკმაოდ წარმატებით დაინერგა წლების წინ და ეს მიმდინარეობს. პროფესიული განათლება ითვალისწინებს სტუდენტთა მრავალფეროვან საჭიროებებს და ყველა სტუდენტი თანაბრად არის ჩართული სასწავლო პროცესში. აი ეს არის პირდაპირ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. ხაზს გავუსვამ, ყველა სტუდენტი თანაბრად არის ჩართული სასწავლო პროცესში, არ აქვს მნიშვნელობა მის ეგრეთ წოდებულ background-ს. ეხლა ეს რას ნიშნავს? ადაპტირებული სასწავლო გარემო და სასწავლო მასალები. ადაპტირებული სასწავლო გარემო თითქმის ყველა კოლეჯში უზრუნველყოფილია და ეს ავტორიზაციის სტანდარტებშიც არის გათვალისწინებული. სწავლების მოქნილი ტიპი დამატებითი მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში ასევე არის უზრუნველყოფილი მოგეხსენება, თუ კი სტუდენტს სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, იქნება ეს ასისტირება თუ სხვა. მასწავლებლის კომპეტენცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ მასწავლებლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცოდნა, დამხმარე ტუტორინგი, მენტორინგი ან სპეციალისტის ჩართულობა, როცა ეს საჭიროა და ალტერნატიული შეფასების მეთოდები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ. და ბოლო სტანდარტი ეს არის სწავლების უწყვეტი გაუმჯობესება. მასწავლებელი მუდმივად აფასებს საკუთარ პრაქტიკას და შეფასების საფუძველზე ხვეწს მას, ანუ დახვეწს მას. ჩვენ გვჭირდება მეგობრებო სტუდენტებისგან უკუკავშირის და შეფასების შეგროვება. ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ სტუდენტებს. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ სტუდენტებს აუცილებლად რომ შეგვაფასონ ჩვენ. ეს ჩვენ გვჭირდება აუცილებლად. სტუდენტები იყვნენ ჩვენი ობიექტური შემფასებლები. რატომ? იმიტომ რომ სტუდენტების მიერ მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა. ასევე დამსაქმებელთა უკუკავშირის გამოყენება საკუთარი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ამასაც ძალიან კარგად იყენებენ მასწავლებლები და ზოგადად კოლეჯები. და სასწავლო პროგრამებში სიახლეების შეტანა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შრომის ბაზარი როგორი დინამიურია ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადია და ვიცით. როგორც თავიდან აღვნიშნეთ, სტანდარტებში და საგანმანათლებლო სტანდარტებში შეიძლება ბევრი ცვლილებებს ვერ შევიტანთ, თუმცა თუ კი დაკვირვება მათ ჩვენა რომ შრომის ბაზარში რაღაც დიდი ცვლილებებია და დამსაქმებელიც ამას მხარს უჭერს, ამ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის არის ყოველთვის სწორი. მასწავლებლის კომპეტენცია, რეფლექსიის შეხვედრები, სასწავლო პროგრამის შეფასების კითხვარები და დარგის პროფესიონალებთან და აქტიურ წარმომადგენლებთან კონსულტაციები. სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ძირითადი სტანდარტები მე თქვენ უკვე გაგაცანით და იმისათვის რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ პრეზენტაციად და უკვე პრაქტიკულად ნახოთ, რას ნიშნავს ეს, ეხლა თქვენ საშუალება გექნებათ თვითშეფასების კითხვარს გაეცნოთ, რათა გავცეთ შეკითხვაზე პასუხი, არის თუ არა ჩემი სასწავლო პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული.